მთავარი თემა მსოფლიოში ამერიკის მიერ დაწესებული ახალი სავაჭრო ტარიფებია, რომელმაც ჩამოაქცია სრულად გუშინ საფონდო ბირჟები. მოკლედ, რა მინდა იცოდეთ? ბირჟებზე მოგვიანებით მოგიყვებით, მაგრამ მანამდე მინდა იცოდეთ, რომ დონალდ ტრამპის სავაჭრო ტარიფები შეეხო მსოფლიოს 180 ქვეყანას და მათ, ასე ვთქვათ, საკუთრებაში მყოფ გეოგრაფიებსაც. მაგალითად, ტარიფების ქვეშ მოხდა აი ესეთი კუნძულებიც, როგორიც არის ჰერდი და მაკდონალდსის კუნძულები. ეს არის პატარა, დაუსახლებელი, თან უნაყოფო ანტარქტიდის კუნძულების ვულკანური ჯგუფი ინდოეთის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. შედგება ორი ძირითადი, ჰერდის და მაკდონალდის და ასევე ბევრი პატარ-პატარა განცალკევებით მდგომი კუნძულებისგან, რიფებისგან, კლდეებისგან და ეს პატარა მოკუნძულო ტიპებია, მოკლედ რა. ადმინისტრაციულად ეს კუნძულები ეკუთვნის ავსტრალიას. ის ავსტრალიის გარე ტერიტორიას განეკუთვნება და იქ როგორც გითხარით, არც დასახლება არამე და კუნძულებიც სრულიად უნაყოფოა. იქ არაფერი ყვავის, ანუ არ არის ფლორა, სამაგიეროდ არის ფაუნა და მხოლოდ ერთი სახეობა და ამ კუნძულზე სახლობენ მხოლოდ პინგვინები, კოლონიები პინგვინები. და ეტყობა ამერიკის ახალი ადმინისტრაციის სამიზნე სწორედ ჰერდის და მაკდონალდსის პინგვინები გახდნენ. სხვა იქ არაფერია.